ქალბატონო ეკა, არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, დანიშნული აქვს არჩევნები ოქტომბერში, ჯერჯერობით კითხვის ნიშანი არის ოპოზიციის რაღაც ნაწილი ამბობს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას, რაღაც ნაწილი ამბობს, რომ ჯერ საკმარისი დრო არის. თქვენ როგორ უყურებთ საერთო ჯამში რა სურათი იქნება ოქტომბერში უკვე? ოქტომბერში მე ვფიქრობ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, იმიტომ რომ როგორც ჩანს დირექტივა უკვე მიუვიდა და დაიწყეს მზადება. ყველაზე პირველი ამასთან დაკავშირებით მზაობა განაცხადა გიორგი გახარიამ, როდესაც პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მზადებოდა და ეხლა ვხედავთ ასე ვთქვათ ნელთბილ მომზადების პროცესს, თალმითო მემზადებიან, თალმითო არ ემზადებიან, სხვა პარტიებს გულისხმობ, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ დირექტივა როგორც ჩანს უკვე ის ფაქტი, რომ გიორგი გახარიამ პირველმა გამოაცხადა, ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგ როგორც წესი ერთი და იგივე დირექტივები მისდით ხოლმე და ასე რომ მე ვფიქრობ, რომ დანარჩენი ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიებიც დაიწყებენ მზადებას სულ უფრო და უფრო აქტიურად არჩევნების მოახლოების პროცესებთან, თარიღთან ერთად, როგორც ჩანს, ესეთი არის დირექტივა და აი ამ აქტივობას უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში.